ოთხშაბათს პერუს დედაქალაქ ლიმას მცხოვრებლებმა ახალ რეალობაში გაიღვიძეს. ქუჩებში, რკინიგზის სადგურებსა და ავტობუსებში ჯარისკაცები განლაგდნენ. მთავრობამ ქალაქში 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რითაც შეიზღუდა რამდენიმე კონსტიტუციური უფლება. აიგრძალა საპროტესტო აქციებიც. მიზანი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა. ახალი დადგენილების ფარგლებში დაუშვებელია 2 ზრდასრული ადამიანის ერთი მოტოციკლით მგზავრობაც, ხოლო ლიმაში 1 მილიონზე მეტი მოტოციკლისტია. საგანგებო მდგომარეობა ძალიან გვეხმარება ჩვენ გსურს მოსახლეობის დაცვა. ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, დანაშაული მძვინვარებს, გამოძალვა და მსგავსი ქმედებები კი მეტად გვაზიანებს. რეგულაციები ციხეებშიც ვრცელდება, დადგენილების მიხედვით შეიზღუდება პატიმრებთან ვიზიტი. საკნებში ელექტროენერგია მხოლოდ განათების მიზნით იქნება ჩართული. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე განადგურდება უკანონო სატელეფონო ანტენები. საგანგებო მდგომარეობის დროს უფრო მეტ ოპერაციას ვაწარმოებთ, რათა უზრუნველყოთ მეტი მოქნილობა. ჩვენ შემოგვიერთდნენ სხვა ინსტიტუტებიც, მაგალითად შეიარაღებული ძალები. პრეზიდენტი ხოსე ხერი დედაქალაქის ციხეში ჩატარებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა. შემოწმების დროს პატიმრებს ჩამოართვეს მაკრატლები, მეხსიერების ბარათები და სხვა ნივთები. ხერის წინამორბედმა დინა ბოლუარტემაც გამოაცხადა წელს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მაისიდან მარტამდე გაგრძელდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას შედეგი ფაქტობრივად არ მოჰყოლია. პერუში ბოლო წლებში დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. მსხვერპლთა უმეტესობა მუშათა კლასის წარმომადგენელია. პროკურატურის მონაცემებით 2017 წელს მკვლელობის 676 შემთხვევა იყო, 2024 წელს კი 2082-მდე ავიდა. ასევე თუ 2020 წელს გამოძალვის 2305 შემთხვევა იყო, გასულ წელს 21746-მდე გაიზარდა.